იგი რატოა სახელმწიფოს ღალატი მაგასაც აგიხსნით ახლა და რატო თუ როდესაც ხარ საჯარო მოხელი ან საჯარო მოხელთან გათანაბრებული პირი და შენ ვიღაცა პიროვნულად არ მოგწონს და ამის გამო ყალბი დოკუმენტებით უჩივი ხარ ამ ადამიანს და საქმეს უკერავ შენივე დაქვემდებარებაში მყოფ ორგანოში, ხო? დისციპლინარულ ორგანოში. და ამ შემთხვევაში უდანაშაულო ადამიანი თვითმკვლელობამდე მიყავს, ეს არის დანაშაული, რაც ჩემ დასაქმეს ყოფს გაუკეთეს. და ამ შემთხვევაში პროკურორები, სამართლებრივი სისტემა მას ფარველობენ. და აი ეს არის ეს ფაქტები, მომხდარი ფაქტი არის ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, არაერთ თანამდებობის ბუროტად გამოყენება, პროფესიული ნიშნის დევნა შეიძლება შევარკვათ და ასე შემდეგ. და ასეთ შემთხვევები მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანია მსხვერპლი. მსგავსი შემთხვევების მსხვერპლი ბევრი ადამიანი ყავს საქართველოში. და როდესაც ესეთი რამე ხდება და პროკურატურა, როდესაც ან შესაბამის ძალოვანი სტრუქტურა არ რეაგირებს სათანადო, აი სწორედ ამ ფაქტებს ვთვლი მე სახელმწიფოს ღალატად. ესეთი ადამიანები მე ვფიქრობ, არ უნდა მუშაობდნენ თანამდებობაზე და უნდა იქნენ გათავისუფლებით სასამართლოდან. ნებისმიერ სასამართლოს უწყებიდან, ან ნებისმიერ საჯარო ორგანოებიდან. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე რაზეც ახლა ვსაუბრობ, გეუბნებით კიდევ უამრავი შემთხვევა, უამრავი პირდაპირ მტკიცებულებები მივაწოდეთ პროკურატურას და სამწუხაროდ პროკურატურამ არაფერი არ გააკეთა დანაშაული პირების დასასჯელად. როდესაც საქმეში დევს ყალბი დოკუმენტი რო არსებობს, ხო, ამის უყუარი მტკიცებულება. როდესაც ხდება დეტერმინირებული განზრახი, თავის დაქვემდებარებაში ყოფ უფროს უჩივის თავის დაქვემდებარებაში ყოფ ორგანოში ადამიანს, რომელიც შურს მისი შეიძლება, პროფესიული შუღლი შეიძლება კონდეს, ხო? და ეს ამ ყველაფერს სახელმწიფო დუმს ეს სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი ღალატი არის, მე ვფიქრობ. ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოშიც გვაგზავნილი მინდა გითხრათ და მიმდინარეობს მოკვლევა, ასევე მოვითხოვ სუსმა დეტალურად შეისწავლოს ამ საქმეში მონაწილე ყველა ფიგურის საქმის მასალები, ყველა სავარძო დანაშაულები გამოაშკარავდეს და გადაგზავნილ იქნენ საჭიროების შემთხვევაში პროკურატურაში, რათა დანაშაული პირები იქნენ პასუხისმგებაში მისცემული. მათ შორის ის მოსამართლეები, ვინც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებენ. მადლობა ყურადღებისთვის.